მეტი რო იყოს უკეთესია. ყველაზე მეტად რასში გეხარჯებათ პენსია? პენსიონერი კაცი ვარ, არ მუშაობ, წამლები, მექიმები და თქვენთვის რამდენი იქნებოდა მისაღები პენსია რომ იყოს თქვენი აზრით? შეხლა. რამდენი ხელა ეკონომისტი არა ვარ, რომ ქვეყნის ბიუჯეტი გამსაზრდოდა. იმის მიხედვით ალბათ ყველაფერი. ჯიბეში ხوارდება. და რას ლაპარაკობთ ხალბატონო, ამაზე უკეთესი რას გააკეთებდა ჩვენ მთავრობა. თვითონ 200 ლარი მიდიებოდა ჩვენ 45 ლარი. წავალ ახლა 45 ლარად ერთად წავალს ვიყიდი და დამთავრდება ყველაფერი. უკომენტაროთ, ჩავატაროთ ყველაფერი. დაცლილი ოჯახები, წასული ჩვენი შვილები და ჩვენ მოხუცები მათხოვრულად. 50 წელი ნამუშევარი გვაქვს, ახალგაზრდობა გაზრდილი გვყავს, რანაირ თანამდებობებზე იმაზე და ესენი აგერ წერა-კითხვის უცოდინარები. სიტყვის ამოღებაც რა შეუძლიათ? რომელი ინსტიტუცია ლაპარაკი? დაყოლიფე საქართველო. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, ყველაზე მეტად რაში გეხარჯებათ პენსია? აფთიაქში დედა. გავალ ახლა აგერ აფთიაქში დავტოვებ ინსულტი გადავიტანე. გულის ოპერაცია გაკეთებული მაქვს. 1000 ოპერაციები მაქვს, 10 ოპერაცია მაქვს ჩატარებული. დავტოვებ ახლა იმასაც ავალ. თქვენი აზრით რა არის ღირსეული პენსია? რამდენი უნდა იყოს, რომ ეყოს ასაკოვან ადამიანს? მინიმუმი 800 ლარი მაინც რომ უნდა იყოს. მინიმუმზე ვლაპარაკობ. თორე 1200 ლარი ჩვენ იმდენი ნამუშევარი და ნაშრომი ვართ, რომ ჩვენ 1200 ლარი ეს არის საშუალო პენსია. რა შეღავათებია შულო, რომელიც ღირს თქვა კაპიკები. იგლებენ კი პატარაზე, რომელსაც ფასი აქვს და ის აუცილებლად გჭირდება, იმაში არავითარი დაფინანსება არ არის და შეღავათი არ არის. რას გვიკლებენ? რასაც გვაყრიან ვაი, ბებია პენსიაზე ვიყავი, ახლა ეგრე ვერ ვიყავი. დაკეტილი. რა ვიცი, მე ვერ მევესწრები აღებად ლახათა. ბარათი არ გააქვთ? გამოტანილი მაქვს იანვარი და თებერვლის მინდოდა გამომეტა. მომატება კარგია, მაგრამ თუ მეც მომატები უკეთესი იქნებოდა, რა თქმა უნდა. მომატება ყოველთვის კაია. მომატება დაგდება არა. თუ იქნება მეტი საშუალება სახელმწიფოს რომ მომატო, მე მაგეთებ ვეტერანი ვარ და არაფერი არ მომატებია, რამდენი ხანია. თუ ვეტერანებსაც ყურადღებას მიაქცევენ, კაი იქნება. და თქვენ რამდენი გერიცხებათ? 100 ლარი. მეტი არა. 100 ყველა ვეტერანი. პენსიაზე თუ გძანდებით? არა, ჯერ არა, ჯერ 6 წელი მიკლია კიდე. და როგორ ფიქრობთ თქვენ, რამდენი უნდა იყოს ღირსეული პენსია, რომ აი ადამიანმა შეძლოს, რომ ამ თანხით იცხოვროს? ეს ახლა საარსებო მინიმუმი უნდა იქნას გათვალისწინებული, რამდენი ახლა ზუსტად არ ვიცი, სპეციალისტები იტყვიან თვითონ ალბათ და იმის მიხედვით მე რაც გასათვალისწინებელი, გადასახადები, წამლებს ცეცხლის ფასი უკიდია. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ალბათ სახელმწიფოს არ გააჩნია იმის საშუალება. ჩემი აზრი ესაა, რა ვიცი. და თქვენი აზრით, რამდენად საკმარისია ის გაზრდილი თანხა? 20 ლარით გაიზარდა, 45 ლარით გაიზარდა? არა, ის გაზრდილი არა, მე დედა მყავს პენსიერი და მე რაც შემიძლია გვერდში უდგევარ და ესაა თორე ის პენსია რა ასე უნდა იყო. წამლები ძალიან ძვირი ღირს. კიდევ კაი დაზღვევა რომ აქვს პენსიონერებს და ეს შველი თორე 300-400 ლარი ღირს საავადმყოფოში ერთი დღე გაჩერება პენსია რაც ეყოფა, მაგრამ კაია რომ დაზღვევა. კარგი რაც არის, კარგია და ახლა მინუსი რაც აქვს უნდა ილაპარაკოს ადამიანები. მატებას ვარ მაინტერესებს საკვები იყოს დაბალ ფასებში და მოიმატებს თუ არ მოიმატებს მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. რა მნიშვნელობა აქვს მოიმატოს პენსიამ და პროდუქტი იყოს ორმაგად გაძვირებული. არ მნიშვნელობა არა. ისე მადლობა მაინც რომ ჩვენზე ზრუნავს. აქნან ახლა 1 ლარით რო დაემატოს ესა პენსია მილიონობით ადამიანია და მილიონი ლარი მიდის სახელმწიფოსგან და ახლა 10% რო ვთქვათ დიდი თანხაა, მაგრამ შესაბამისად უნდა იყოს ახლა მაგალითად ჩასაცმელი ეს მაქვს 10 წელიწადია მგონი და არ მინდა, მაგრამ საკვები ისეთია ყოველდღიურია და საკვებს მოაწესრიგებენ, მე ვფიქრობ იმედი მაქვს ჩვენი პრემიერ-მინისტრის გამოვიდა და ძალიან კარგად ისაუბრა და თუ ეს
მართალია კერძოა, მაგრამ იმათაც უნდა გქონდეს ზღვარი. მე ამის მომხრე ვარ, მეტი არაფერი არ შემიძლია რა ვთქვა. მაგრამ იმედი მაქვს. კი ბატონო. თქვენია ჩვენ ახლა ქართული ხალხი ისეთები ვართ 1000 ლარიც რო გქონდეს პენსია მაინც არ გვეყოლა. უნდა როგორმე გაანაწილო ახლა ისე რომ იკმარისო რა ვიტყვიან. ახლა დიდათ ხორცი. მე მაგალითად არ მიყვარს ხორცი და რაღაცა, მაგრამ ხორცი რო იყიდა 4 ნაჭერია და 30 ლარი უნდა კილოს. ახლა ამბობენ რომ 40 ლარი გახდება. რატო უნდა გახდეს 40 ლარი საქართველოში? ახლა იმიტომ რომ ყველამ დატოვა საქართველოს და წავიდა. მიტოვებული აქვს ყველაფერი, დაიგე, მიწები, პრიუტყი არ ყავთ, არაფერი, ფრინველები ყავს, ერთეულს ფერმერები არიან, რომელსაც ბიზნესი აქვს და რა საჭმევენ ღმერთმა იცის კიდე. ძაღლი მყავს ერთი და ჩემი შვილის თანატოვარია იგი და ყოველ მასში ვყიდულობ საკვებს, მაგრამ ვერ კმაყოფილდება, იმიტომ რომ უვარგისია ალბათ იგი და ფასები კი აქვს ძალიან კარგი. ასეა. პროდუქტის ფასი თუ არა დარეგულირდა და არ ვარგოდა. მე ახლა მაგალითად რომ მითხრან რომ დღეს დაგხრიტაო, მაინც ვიტყვი რომ კომუნისტებს ჰქონდა ბევრი შეცდომა შეიძლება რაღაცები, მაგრამ მაინც ის რეჟიმი მირჩევნია. მე მაგალითად 10 ჯერ ვიყავი დაჯილდოებული. თუ იმუშავები ნორმალურად, ახლაც ისია დაუშვათ, თუ ნორმალურად იმუშავებ, არავინ გერჩეს, მაგრამ არ ყოფნის ეს შემოსავალი და მაშინ 3 კაპიკის გულისთვის იჭერდნენ ხალხს. რომ არ დაუბრუნა მომხმარებელსო და 3 კაპიკი კი არა, აგერ ახლა წენის აპარატი გაფუჭებული მქონდა და აფთიაქში შევედა 40 ლარი, ეს ღირდა 17 ლარი რამდენიმე წლის წინ და რამდენი პროცენტით ახლა მომატებული. წამლებია და მომატებულია. კარგი, წამალი მაინც იყოს, საკვები არა, წამალი არა, არაფერი არა, წამალს იყიდი უვარგისი კიდე, რა ვიცი მე, ინსტრუქცია კარგია. წამავალი ვარ და დიდი იგი არ მაქვს სიცოცხლის შეიძლება, მაგრამ მომავალი თაობა მეწოდება. მე ერთ პერიოდი მაინც ვიცხოვრე კარგად. ჩემი შემოსავალი მყოფნიდა და დაჟე სხვებსაც ვეხმარებოდი და რა ვიცი მე და ახლა ღმერთმა ნუნქნას ისე მე მგენს პენსიონერები და ისინი არიან პანსიონატებში და იგი და იმათ რომ ხედავ როგორ ცხოვრობდნენ, ბევრი ნაცნობია, იმიტომ რომ ესეთ სპეციალობა მაქვს მთელ ქალაქს მორალესობას ვიცნობ და ესე იგი გული მტკიოდა, რომ წამოვედი იქედან გეფიცები არც მიჭამი, არც მისია, მთელი ღამე ფიქრობდი, რა მოვიდა ამათ, რომ ისეთი სახლი ქონდათ, იგი ყველაფერი დათმეს, გაყიდეს, არ იყო და აქ არიან ახლა თავის პენსიაზე, ზოგი ფსიქოლოგიურად ვერ აკარგი, ზოგი გულსისახლი, ზოგს ოპერაცია კარგი, არიან იქ. ნუ თუ არა ვიყავს ახლა იმას მემკვიდრეობაში, რომ იქ არ მieყვანათ და რაღაცა ერთი ლუკმა რაღაც გაემეტებიათ, მაგრამ არ ვიცი, ვერ გეტყვი რაფერს. არ ვიცი, რამ შეცვალა ასე სიტუაცია, მაგრამ მარტო ჩვენზე არა, მთელი მსოფლიო არეულია. ნეტა ომი არ იქნებოდეს და ანგელოზი ბიჭები მყავს შვილიშვილები და იგენი არ მოხდებოდნენ მაშინ და ბიჭიკე დამეღუპა და მისი შვილები მაინც იყვნენ კარგი ცხოვრებაში, რომ ომი არ იქნებოდეს. აი ეგ ამთავარი მშვიდობა იყოს და რაც არის იმას დაიკმაყოფილებ თავს და როცა მშვიდობა იქნება, ერთი პატარა 100 გრამი პურიც გეყოფა. პენსია რა მომატება ახლა და მე კმაყოფილო მაგალითად. ვამეცად რა. ვამეცად რა მე ვისუჩი ვიყარ. ვასულეს არ მოგწეს. ჯობია. ყველაზე მეტად რაში გეხარჯებათ პენსია? პენსია საჭმელს ფულად. საჭმელს ფულად და თუნდა დაპატია ქორტოს შეწავალა პარასიბია. თქვენი აზრით რამდენი უნდა იყოს პენსია, რომ ადამიანმა კარგად შეძლოს ცხოვრება? 1000 მანეთამდე მომდა იყოს მაინც. რომ არ გოუჭრეს ადამიანს, თუ არა ადამიანი ძალიან ხარბია. რაც უნდა ბევრი კონდეს, იქ ყოფილი არასდროს არ ექნება, უნდა იცოდე. დაიჯობია რომ 1000 მანეთი საკმარისი არის. თარა ზედმეტი კი არ წევს ადამიანს. მაი საჭმელი არ წევს, ზედმეტი და ფული არ წევს. დენის გადასახადი რომ არის მეტი. როგორ უნდა გადაიხადოს ეს საფასურება? წამლის ფული ეძიოს თუ საჭმლის ფული ამ ადამიანმა? ეს რა მომაწება? ეს არაფერი მომაწება. მომაწება იმას,
ხალხი რომ იქნება ყოფილი და ყველა სახლის იქნება გარემონტებული. ამას ვთქვათ ხელშეურო ადამიანის. და ყველა თავს მიწას ყარზე. გამწორებას უშუალოდ ყველა. ტოლულია თუ დასაგულია ყველა თავის მიწას ყარზე მენახოს. პუტინი მენახოს განადგურებული. ხალხი რომ განადგურა. მე არა შემის მიწას სიცოცხლე. და მე არა მაქვს უფლება. გამწორებას უშუალოდ ყველა ოჯახი წევრებს. გირიერად არაფერი არ დაწერეს, არც ექიმი არაფერი. სასწრაფოს იმიტომ შორხი ბოინის მანქანა. ჭამას რომ რეკამას უკეთებდნენ. ხემას შედეგი იყოს ამ ჭამაზე. ტყუს ვამობ. ვინც უნდა გამარჯვება. სამსახურს არ იმართება. წარჯი გამართება. კაი ხარ. აბა ძროვის პირობები საღამოს ისო. ეს ასევე მრავალ საერთოდ.